დინამიკაში ხომ არ აქვს ეს სტატისტიკა, დარწმუნებული ვარ, ანგლარი სტატისტიკა ეხლა უზინოს არ ვიყო, მაგრამ იქნებოდა 30 წლის წინათ, 20 წლის წინათ, 10 წლის წინათ და აი დინამიკაში რო შევხედოთ, იმიტომ რომ კანონმდებლობა უფრო მკაცრი იყო ეს ფაქტორი აკონსულტა შეიძლება საკონსულტაციო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ამანობის რიგრომიდან გამომდინარე, მაგრამ რომ შევაფასოთ, კი ბატონო, რაღაცა 2 წელიწადში არის ეს პროცენტი. მე რა ვარ. აი ეს 2-3 წელიწადს გავაკეთებ პროგრამაში. შემთხვევაში ჩვენ რეკომენდაციას ბოლო პერიოდის განმავლობაში პროგრამების განმავლობაში იყო იმის შესაძლებელი და წინას უნდა ვიდათ, სანამ გაუკვდებოდა იმამდე როგორი იყო და 40%-ის. დიახ, 2015-დან 15-ში ივნისი 2015-დან ანუ უფრო რეპრესიული კანონმდებლობის პირობებში რა პროცენტული მაჩვენებელიც იყო და აბოლოდი 7%-იანი მაჩვენებელი არის.
ამ დღეში პირობითად ერთი თავის გამოუწოდა და იყო რომ შერეული დაიყო რომე მაგრამ ის ისტორია მეორე ამ პროექტის შეუძლებელია მაინტერესებს ისტორი სტატისტიკალურად დაავადებებს ჩვენს საერთაშორისო და დაგრძელება გადაწყვეტილების პროცესში მე ასეთი შეკითხვა დამისვამდი რომ ბიზნესი და პოლიტიკა და გავაკეთე ის რომ 55 მუხლი არსებობს მარიხანის მოხარებასთან მიმართებაში ზოგადად და ეს რომ არ არსებობდეს ეს ნორმა ამით ამ სტატისტიკას რამე იშველებოდა რომ შეიცვალა ეს სტატისტიკა და იმ შემთხვევაში თუ მარიხანის მოხარება არ იქნებოდა ადმინისტრაციული წესით დაჟანილი ასეთ შემთხვევაში ეს გამოიწვევდა რაღაც შედეგებს და პირიქით ის რომ დღეს დაჟდერდია ეს რაღაც ხელშეშლის ან უცხოს ანაფეთქება სხვა ნარკოტიკების მოხმარებას მოხდიდა ანუ რა არის ის მნიშვნელოვანი მომენტი მე გამოჩვენე რომ ეს კარგია ცუდია 55-ე სასწავლო მარკეტინგის მოხმარების აქციის მაშინ პირველად ამი გეთხოვების აი რა აი როს ასურს რომ ეს ბავშვი და ფუტკა ვაჯარი სახელმწიფოში პირველში ალბათ აფროევროპა ასურს იმიტომ ასურს აი რა რომ მოსულდეს ტექნოლოგია ასურს როს რამე დამზადდა შემდეგში ასურს იმაში რომ ადმინისტრაციულ სამართალ დაავადება ის როგორია და ასე მატერიალი ადმინისტრაციული სამართალდამცავი რომ არის ეს 500 ლარი ჯარი მარიხუანის მოხმარება ეს ადამიანები რომ მიხდიან 500 ლარს მიუხედავად ამისა ვამბობ რომ 31% ის სვანარკუდან შოსაც აღიშო ის რომ ეს მუხლი არსებობს ეს რომ არსებობს ან ეს 31% კოდიანი ჩამჩილა და ის რომ არ ყოფილიყო ხოზახალმე იქნებოდა თუ რა შემიძლია თქვენ აკეთებთ ვარაუდი რა თქმა უნდა გაიზრდებოდა ალბათ თქვენი ვარაუდია თუ რა მნიშვნელოვანია სოციოლოგიურ პრობლემებზე და ხელი შემცვლელი და რაღაც შემაკავებელი არ იქნებოდა ხო? უბრალოდ შეგვიძლია ასე ვთქვათ თუ ნარკოტიკების გასაღება ან შემოტანა რაღაცა მეთომბარელი გამოსახების უფრო მეტი გასაგებია. ის რომ მარიხუანის დაჯადება არ იქნებოდა ან არის ეს რატომ იქნებოდა შემაკავებელი და კოკაინი გაასახოს ან ევროპის გაასახოს ან შეინახოს ამისთვის პრაქტიკა ვაჩვენე უბრალოდ რომ ესეთი ადამიანები რომლებიც არის დასახელებული შემნახავები არიან ამავე დროს მოყვარები ეს ვაჩვენე გამოსიქრები ზოგადად ის რომ გასაგებია რომ კავშირში არის მაგრამ ეს რომ არის ეს ნორმა ეს ნორმატოს ბარიერი რომ ის შესწავლა კიდევ უფრო გაიგებია
სტატისტიკა უნდა პროცენტები როიმთქვა იმ პერიოდში ამდენი იყო ასეთ არის ჩვენთვის ასე რომ არგუმენტებად საჩვენებო დეკლარაციის შედეგად არ მყარა მომხმარებლის ზრდა მარკეტინგის მასალაში პოლიტიკაში ზრდიოდება სხვა შენ იყო გორო შედეგა თავად დისკუსიას ხმაში არის პირველი სტატისტიკა რომ მოვიყვანეთ რომ დაახლოებით 300 ადამიანის სავარაუდოდ 300 ადამიანი რომელიც რაღაცა პერიოდის განმავლობაში უნივერსიტეტში დაუგასტურდა, რომ განჩიკდა და შემდეგ არის არაკეთებული რამოდენობის დაახლოებით 40%, ასევე რაღაცა სხვა ნაშრომები ჩადენილი, მათ შორის ნარკოდანშაულიც ამ თქვენ და ჩვენზე მოგასწრებთ რამეს გამოიყენა არგუმენტად თვითონ არსებობს რაღაცა კორელაცია და მეტიც ვიზე შედეგობრივი კავშირი მარიხოს მოხმარებასა და შემდეგ სხვა ნაშრომების ჩადენას შორის. მე მგონია ამ დაბაში არის ადამიანები რომელიც შეიტას იმაში შეიძლება სამი ამანების და ამ სამეთესე ადამიანის პროცესად იყო რამდენი მათგანი სვამს ხავას დაკავშირებული რომ მაშინ რაღაცა რეგულარული ხავას სვამენ უიხმარენ ყოფნებს რომელიც არ გქონდა დაშებული ლეგალური ნარკოტიკები თუმცა თუ არის საკმაოდ პროცესი ისახებ რომ ხავას მიღება ადამიანები პოტენციურად შემდეგ ჩადიან რაღაცა დანაშაულს არა თქვა მგონია ამაზე რომ კუთი დააყოფილა ისე შედეგობრივი მაშინ ასე უბრალოდ გავგებარი. ეს თქვა, თუ გავყოს პროგრამაზე. რომელიც აიყვანეს გადამწყვეს და მე ისე ისე დანაშაულში.
1900 კაცთან ეკიარაგო. გვაქვს ერთი ტარგეტი ხალხი, რომელსაც არ მოხდა. შეიძლება სამას აკეთებდა. გაუვია 1900 კაცია. შეიძლება ეს 2000 კაცი ეს გამოგვლევაზე. რა კრიტერიუმით მიდის ხალხი გამოგვლევაზე? ეს და გამოგვლევაზე. მაგრამ პოლიციის შესაბამისი ნორმა კანონმდებლობა არსებობს რომლის მაგას გადაწყვეტის გადაყოლა. ანუ გადაყრის პროცესში ეს ადამიანები ითვლებიან, რომ მაღალი ეთიკის მქონე დამნაშავეები არიან. დამნაშავე არა, უბრალოდ ის მოყარეს ქვეშ. შესაბამისად ეს დამნაშავე აუცილებლად ნარკოტიკი. ჩაში ესე მუშაობს მინდა დავინახოთ და რასაც ვეყარებ, აწუწებს ხადერს და უშუალოდ და შეგვიძლია სტატისტიკა. კავშირშია ჩემს არჩევთან. ჩემს გადამრისთან, ჩემთვის გასაგებენაზე, ჩემს არჩევთან რაც ვეყარებ კავშირში. არა, ყველგან მაინტერესებს მეთქეის შეკითხვას. იმასაც მოვა. მე აღნიშნული ვიდეო გავიგებრო წარმოადგენს სტატისტიკური ციფრები თუ რა არის დადებული გადაყვანილი გამოგვეცი ფაქტს. ეს სტატისტიკა წარმოადგენს მათ შორის ის პროცენტული მართლმსაჯულებელი რაც ნარკოტიკული დაშავების არის მარხოს მოხარებიდან რა გადაში ჩაიდინეს დაშავება. წელი ამ წელს მარხოს მოხარების იმ წელს ჩაიდინეს დაშავება. დიახ, ან ერთ წელს ხო დაუგინდა მარხოს რომ ერთ წელსივე ამირებს ანუ ვფიქრობ, რომ ეს გაძლევს დასკვნის საშუალებას, რომ ადამიანი რომელიც მიმარს მარხუანა წლის განმავლობაში პრეზიდენტში აღსანიშნავია ეს ნიშნავს, რომ ეს კავშირში შეიძლება იყოს ნარკოტიკების გასაღებასთან უფრო მეტი რისკი არის. 31%. ეს 31% არის მაღალი ციფრი. არის დაბალი ციფრი. ამას პირადად მაგალითად ეს არის შინაგანსაკუთრებთა სამინისტროს პირადად პარტია ადამიანების სტატისტიკა. მაგალითად თუ გავხსნათ სტატისტიკა რუსთავის ქუჩაზე მოსიარულე ხალხის 2500 კაცი რამდენი ჩაიდინა ეს დანაშაულება. ჯერ ამ ეტაპისთვის ამ ტურისტის იდეოლოგიას არ აქვს. Realizacja